გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა ქართულ ოცნებას ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული და დეზინფორმაციული რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილშია ნათქვამი, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას კითხვის საპასუხოდ გაუგზავნეს. ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ მიუღებელია თავდასხმები საქართველოში გერმანიის ელჩზე, რომელიც ფედერაციული მთავრობის პოზიციას გამოხატავს. გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას. შეშფოთებით აღნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია. გერმანიის ახალი მთავრობის კრიტიკულ პოზიციას ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან ქართული ოცნება საქართველოს იზოლაციაში მოქცევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლების თავდასხმები გერმანიაზე მიუღებელია. დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაცრი რეაქცია ახალი გერმანული ადმინისტრაციისგან იმის შესახებ თუ როგორ უყურებენ იმას, რომ თავიანთი ელჩი, რომელიც ნათქვამი არის განცხადებაში წარმოადგენს გერმანიის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, იქნა შეურაცხყოფილი ამ ხელისუფლების მიერ. ეს თავდასხმები გერმანიაზე უშუალოდ როგორც ქვეყანა და მის წარმომადგენელზე აქა, როგორც თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე და სხვა თავდასხმები არის სრულიად მიუღებელი, რამე თუ ეს კიდევ უფრო აღმავებს ჩვენ იზოლაციას, რომელიც როგორც ჩანს არის მიზანი ამ ხელისუფლების. გერმანიის საგარეო უწყების კომენტართან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც. მათ ქართული ოცნების მიმართ გერმანიის ახალი მთავრობის კრიტიკული მოსაზრებები არ უკვირთ. ბატონი მერცი გახლავთ ევროპის დიდი პოლიტიკური ოჯახის EPP-ის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ის არის ევროკავშირის ასევე ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. და რა თქმა უნდა, ის გულშემატკივრობს საქართველოს მომავალს, ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, იმ დემოკრატიულ პროცესებს, იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლის ერთგულით წესით უნდა იყოს საქართველო, იმდენად რამდენადაც ჩვენ უკვე ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ქართული ოცნების აი ამ თვითმარქვია რეჟიმის შემხედვარე მე საერთოდ არ მიკვირს, რომ ის არის შეშფოთებული და ის აკეთებს ძალიან ზუსტ განცხადებებს. პირველ რიგში სამწუხაროა ის, რომ გერმანიის მთავრობას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწევს დიპლომატიის და სახელმწიფო მოწყობის ელემენტარული წესების შეხსენება ოცნების არალეგიტიმური რეჟიმისთვის, რომ თურმე ელჩი არის ოფიციალური წარმომადგენელი მთავრობის და რა თქმა უნდა, როდესაც ეს ელჩი ღებულობს კრიტიკას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ბუნებრივია ეს კრიტიკა არის განკუთვნილი სწორედაც რომ პირველ რიგში გერმანიის ამ შემთხვევაში მთავრობის მისამართით და აქ ახალი არაფერია სამწუხაროდ, ჩვენ კარგად ვიცით როგორ აზიანებს ოცნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ასე ვთქვათ მომავალს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და არც ის უკვირს ჩვენს მოქალაქეებს, რამდენად დამაზიანებელი განცხადებები აქვს გაკეთებული მათ კონკრეტულად გერმანიის ელჩის და ბუნებრივია და ლოგიკურია გერმანიის მთავრობის მისამართით. საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერი გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის შეთანხმების ტექსტშიც არის შეტანილი, რომლის თანახმად ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დაცვასთან დაკავშირებული ეჭვები აღარ იარსებებს.